საღამო მშვიდობის თბილისის დროით ზუსტად 7 საათი ეთერში პოსტივის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მე ანა აშორდია ვარ, ახალამბებში ნახავთ. ოფიციალური კიშინოვის უარი სამ ქართულმა აუწყებელს ევროპის საბჭოს სესიის გაშუქებაზე. თავდასხმა თავისუფალ მედიაზე და ქართული მაუწყებლის შეზღუდვის მცდელობა. როგორია შეფასებები თბილისში. 4 ქართული მაუწყებლის დასანქცირების მოთხოვნის შემდეგ მუშაობის 1 წლიანი შეზღუდვა იმედს და გაფრთხილება პოსტივისა და რუსთავიორს. რას ეფუძნება ევროპარლამენტის გადაწყვეტილება და როგორია შეფასებები თბილისში. ჩვენი ქვეყნის პროგრესის მორიგი საერთაშორისო აღიარება კანონის უზენაესობის მედაგობით საქართველოს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ლიდერ პოზიციაზეა. რა ინდიკატორებით ხელმძღვანელა ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტმა კვლევის მომზადებისას და როგორია შეფასებები თბილისში. 4 წელი ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებიდან და მესამე ეროვნული კონფერენცია. დელეგაციის წევრებმა 2 წლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამეს და გამგეობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს. დეტალები მთავარ გამოშვებაში. ამერიკის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში 9 წლიანი პაუზის შემდეგ. მაღალი რანგის შეხვედრები და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები. რა გზავნილები გააჟღერეს ორი ქვეყნის ლიდერებმა და როგორია დონალდ ტრამპის დღის წესრიგი პეკინში. თავდასხმა თავისუფალ მედიაზე და ქართული მაუწყებლების შეზღუდვის მცდელობა, ასე აფასებს მმართველი გუნდი ოფიციალური კიშინოვის გადაწყვეტილებას, რომელმაც ტელეკომპანია პოსტივის იმედსა და რუსთავიორს აკრედიტაციაზე უარი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უთხრა. საგარეო უწყების გადაწყვეტილების შედეგად ქართული არხები ვერ გააშუქებენ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135 სესიას, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობს. მმართველი გუნდი ოფიციალური კიშინოვის მხრიდან კრიტიკული აზრის შეზღუდვის დამკვიდრებულ პრაქტიკაზე საუბრობს. ამის ილუსტრაცია კი მათივე თქმით მოლდოვაში 2 წელში 12 დახურული მედია საშუალებაა. დეტალებით ქეთი მამრიკიშვილი. მოლდოვისგან სიმართლე მე არ მიკურს, იმიტომ მოლდოვაში ზოგადად მედიის შეზღუდვა ეს ფაქტი არის. ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე მოლდოვის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სამ დამოუკიდებელ ქართულ მედიას პოსტივის იმედსა და რუსთავიორს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135 სესიის გაშუქების უფლება არ მისცეს. მედია აკრედიტაციებზე დამოუკიდებელ ტელევიზიებს კიშინოვის მხრიდან უარი ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე ეთქვათ. შალვა პაპუაშვილი გადაწყვეტილებას თავისუფალი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობად აფასებს. საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი თვლის, რომ კიშინიოვის მხრიდან ქართული მედიების ცენზურის მცდელობა გასაკვირი არ არის და მოლდოვის ხელისუფლების არამეგობრულ ქმედებებს იხსენებს. როგორც 100 წლის წინ აკეთებდნენ ამას, მიაკერებ იარლიხს, ვინ არის შენი გამკითხავი ხა მოლდოვის პრეზიდენტს, ვინ გაკითხავს ტარს უკრავენ წითელხავ, იტყვის რომ ამას დახჭობა, ამას დახვრეტა, ამას ჩამოხრჩობა. 4 ოქტომბერს მაია სანდუმ ხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობას საქართველოში, როდესაც მის კოლეგის საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე მიდიოდა ძალადობრივი შტურმი, ქალბატონმა სანდუმ სოციალურ მედიით მოუწოდა ამ მოძალადეებს, რომ გაეგრძელებინათ ეს შტურმი. ხარი დაუჭირა და ამითი წააქეზა ისინი შემდეგ ძალადობაზე. მოლდოვის გადაწყვეტილებაში პრობლემას ვერ ხედავენ ოპოზიციაში და ამბობენ, რომ ეს კიშინიოვის დემოკრატიული უფლებაა. როდესაც ქვეყანაში დემოკრატია არის, მათაც აქვთ ასევე ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღების უფლება. ყველა ქვეყანას აქვს უფლება, რომ თავისი საფრთხების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება. ხო, ჩვენ შეავსაუბროთ იმაზე, მათ შორის თქვენ საუბრობთ შეიძლება იმაზე, რომ სხვის შიდა საქმეებში ჩარევას ემიჯნებით ხოლმე, ხო, ასე ვთქვათ და ამ შემთხვევაში საფრთხების ინტერესი იყო მოლდოვაზე. ოპოზიციისგან განსხვავებით სახელმწიფო გუნდში ამბობენ, რომ კიშინიოვი თავისუფალი სიტყვის ჩახშობას არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, არამედ საკუთარ ქვეყანაშიც ცდილობს და ამბობენ, რომ მოლდოვის ხელისუფლებამ ქვეყანაში რამდენიმე ტელევიზია სასამართლო გადაწყვეტილებების გარეშე დახურა. თუ რამეზე მეტყველებს არა ამ მედიების შესახებ, არამედ თავად ამ ქვეყანაზე, მოლდოვაზე კონკრეტულად, რომელიც ჯერ ერთი საკუთარ ქვეყანაში პიწმინდად მოასუფთავა საერთოდ მედია გარემო და თუკი მათთვის რომელიმე არასასურველი მედია იყო, ყველა დახურეს ყოველგვარი სასამართლო კონტროლის გარეშე და მეორე მხრივ ასეთი მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებზე ასე უხეშად, ხისტად ცდილობენ მედიების შეზღუდვას, სავიზო რეგულაციების
დახმარებით. ასე რომ, როდესაც ზოგიერთი მოლდოვას იყენებს ხოლმე თან საუკეთესო მაგალითად თურმე კანონის უზენაესობის, მედია თავისუფლების და დემოკრატიის ცივი დალიონ და კარგად შეხედონ რეალურად რას წარმოადგენს მოლდოვა. ჯერ საკუთარ ქვეყანაში მოლდოვის ხელისუფლებამ 12 ტელევიზია დახურა. ახლა ქართულ დამოუკიდებელ ტელევიზიებზე გადავიდა. არ უშვებს კიშინიოვში, არ უშვებს რომ გააშუქონ ის მოვლენები, რომელიც მნიშვნელოვანი ფორუმის გარშემო იქნება. ეს ყველაფერი ხომ ცალსახად იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც სამწუხაროდ მოლდოვას დღევანდელი ხელისუფლება, ქალბატონი სანდუ და დანარჩენი მმართველები მოლდოვის აწარმოებენ. მედიის შეზღუდვასთან დაკავშირებით პოსტივიმ განმარტება მოლდოვას საგარეო უწყებისგან მოითხოვა, თუმცა კონკრეტული პასუხის ნაცვლად მათ მოლდოვას კანონმდებლობაზე მიგვითითეს. გარდა ამისა, ტელეკომპანიამ ევროპის საბჭოსაც მიმართა მედიის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გამო შეშფოთება გამოთქვა და ასევე ორგანიზაციის მხრიდან პოზიციის დაფიქსირება ითხოვა. მოლდოვას მხრიდან თავისუფალ მედიაზე თავდასხმას ქართული ოცნება იმ ანტიდემოკრატიული პრაქტიკის გაგრძელებად მიიჩნევს, რომელსაც საფუძველი თავად ევროსტრუქტურებმა ჩაუყარეს. მათ შეფასებით ეს დამოკიდებულება იკვეთება ევროპარლამენტის ბოლო გადაწყვეტილებაშიც, რომელიც მუშაობის 1 წლიან აკრძალვას უწესებს ტელეკომპანია იმედს. პოსტივისა და რუსთავიორს კი გაფრთხილებას აძლევს. ევროპული სტრუქტურის მხრიდან ქართული ტელეკომპანიებისთვის აკრძალვის დაწესებას სახელისუფლება გუნდი დემოკრატიის პრინციპის დარღვევად აფასებს. პაპუაშვილი კი ორმაგ სტანდარტზე საუბრობს და ევროპარლამენტის თავდასხმას იხსენებს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოზე, როდესაც აკრედიტაციის წესში შეტანილი ცვლილებებმა ევროპულმა სტრუქტურამ მედიის თავისუფლების შეზღუდვა შეაფასა. დეტალებით საუმე გობრონიძე. ადგილი, სადაც სიტყვის თავისუფლებაზე ტრიბუნიდან ბევრს საუბრობენ, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის სივრცედ თავად იქცა. ევროპარლამენტი ქართულ დამოუკიდებელ მედიას კონკრეტული ევროპარლამენტარებისთვის დასმული ლეგიტიმური კითხვების გამო ასანქცირებს და პარლამენტის ტერიტორიაზე მუშაობის უფლებას უკრძალავს. ტელეკომპანია იმედს საკანონმდებლო ორგანოში 1 წლით მუშაობა აიკრძალა. მოგვიანებით კი პოლონელმა ევროდეპუტატმა ქშიშტოფ ბრეიზამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტში ვერ იმუშავებენ პოსტივისა და რუსთავიორის გადამღები ჯგუფებიც. ევროპულმა უწყებამ გადაწყვეტილების მიზეზად იმედს მედია აკრედიტაციის წესების დარღვევა დაუსახელა, თუმცა მალევე თავად ევროპარლამენტარების საჯარო განცხადებებიდან გაირკვა, რომ რეგლამენტის დარღვევა მხოლოდ ფორმალური საბაბი იყო. ნაცმოძრაობის ლობიზმით უკვე კარგად ცნობილ ევროპარლამენტართა ჯგუფი და მათი ქართველი მოკავშირეები ამბობენ, რომ აქტიურად მუშაობდნენ ქართული დამოუკიდებელი მედია საშუალებისთვის ევროპარლამენტში მუშაობის უფლების შესაზღუდად. ძალიან კარგი ინფორმაცია მივიღე ახლახან ევროპარლამენტიდან. გაირკვა, რომ ევროპარლამენტმა აუკრძალა შესვლა საქართველოს პრორუსულ 3 ტელევიზიას. მე ეს არაერთხელ ვთხოვე რობერტ ამეცოლას. პირად გამარჯვებად მიმაჩნია ეს მიღწევა. ჩვენმა ყოველდღიურმა მუშაობამ შედეგი გამოიღო. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ევროპარლამენტის ამ გადაწყვეტილების მიღმა, რომ კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური ინტერესები დგას, ამას ადასტურებს უახლესი წარსულიც. თქვენ აქ შემოსვლა უნდა გეკრძალებოდეთ. ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას ამ მუქარიდან რამდენიმე კვირის შემდეგ სამ ქართულ დამოუკიდებელ მედია საშუალებას ტელეკომპანია პოსტივის, იმედს და რუსთავიორს ევროპარლამენტიდან გაფრთხილება მიუვიდა და სავარაუდოდ ქართული მედიისთვის გაშუქების უფლების აკრძალვაზე მუშაობაც აქტიურად სწორედ აქედან დაიწყო. 22 აპრილით დათარიღებულ წერილში ეწერა, რომ მედია საშუალებებმა რეგულაციები დაარღვიეს და ევროდეპუტატი წინასწარი ნებართვის გარეშე დაუკითხავად ჩაწერეს. თუმცა ამის დამადასტურებელი ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარადგინეს. საპირისპიროდ არსებობს ვიდეო მასალა, სადაც კარგად ჩანს, რომ მარკეტა გრეგოროვა თავად მოდის მედია საშუალებებთან მედიისთვის განკუთვნილ სივრცეში კომენტარის გასაკეთებლად. ფაქტია, რომ თავარი რასაც უფრთხის დღეს ბრიუსელი, ეს არის მართალი სიტყვა. ასე, საბჭოთა მეთოდებით ევროკავშირი დღეს ცდილობს შეზღუდოს ყველა და ყველაფერი, რაც მათ პოლიტიკურ დღესწესრიგს ფაქტებით ამხელს და ხელს უშლის სხვადასხვა ქვეყანაში საკუთარი პროპაგანდის გავრცელებაში. პარლამენტის თავმჯდომარესთვის ევროპული პარლამენტის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმ ორმაგი სტანდარტის, რითიც ევროპული სტრუქტურები მოქმედებენ. შავა პაპუაშვილი იხსენებს თუ როგორ ესხმოდნენ თავს სწორედ ევროკავშირიდან დაფინანსებული ქართული NGO-ები ქართულ საკანონმდებლო ორგანოს მხოლოდ იმის
გამო, რომ პარლამენტმა მედიის სამუშაოს დასარეგულირებლად წესები შემოიღო. ახლა კი, როდესაც დაუსაბუთებლად ევროპარლამენტი სამ ქართულ მედიას მუშაობის უფლებას უზღუდავს, დუმს ყველა ის ქართული ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს პარლამენტს ელემენტარული რეგულაციების გამო თავს ესხმოდა. იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირმა დახარჯა 100.000 евро იმისთვის, რომ გაეშავებინა საქართველოს პარლამენტი, მოესია ჩვენთვის NGO-ები, ეგრეთ წოდებული მედია ომბუდსმენი, ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია, ამაში ჩარდეს 10,000 евро, რომ პარლამენტის რეპუტაცია დაეზიანებინა, როდესაც სწორედ აკრედიტაციის წესებთან დაკავშირებით იყო თავდასხმა საქართველოს პარლამენტში. ვიფიქრე ამაზე შევიტანოთ თუ არა ცვლილებები, რომ პირველი რომ წინასწარი თანხმობა მიიღოთ მაშინ რესპონდენტებიდან, თუ კი ევროპარლამენტში ეს არის წესი და ევროპული წესი ეს ყოფილა, თანხმობა მიიღოთ რესპონდენტებისგან, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ ინტერვიუ და მეორე ჩვენთან პირველ ჯერზე არის ერთი თვე, მეორე ჯერზე არის 6 თვემდე 6 თვით აკრედიტაციის შეჩერება და ევროპარლამენტში პირველივე ჯერზე 1 წლიანი შეჩერება არის. აკრიტიკებდნენ და თავდასხმის ობიექტი იყო საქართველოს პარლამენტი იმის გამო რომ შეეცადა რომ მედიის რაღაც ელემენტარული წესები ყოფილიყო პარლამენტში, რომელიც არის 10 ჯერ უფრო მსუბუქი, როგორც აღმოჩნდა, ვიდრე ევროპარლამენტში იყო. ევროპარლამენტის გადაწყვეტილების პოლიტიკურ მიზანს აჩენს ქართულ მედიაზე ზეწოლის მცდელობით კმაყოფილი ოპოზიციის კომენტარებით. სააკაშვილის პარტიაში დღეს პირდაპირ აღიარეს, რომ ევროპული უწყებიდან ამ გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ, თუმცა მათაც კონკრეტული ფაქტების დასახელება თუ რის გამო უნდა დასანქცირდეს ქართული მედია უჭირთ. ჩვენ გავფრთხილებდით ამის შესახებ, რომ ის ნარატივები, რომელსაც აუცილებლით, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით, მათ შორის ევროპის წინააღმდეგ, ბუნებრივი იყო და მოსალოდნელი იყო. მართველი გუნდისთვის ქართული მაუწყებლის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები ქართული ხალხის წინააღმდეგ კოორდინირებული კამპანიის გაგრძელება. სახელისუფლებო გუნდის წევრების თქმით, ქართულ დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმის ყველა ამ მცდელობას მხოლოდ ერთი შედეგი ბრიუსელში დღეს არსებული მძიმე რეალობის ხილება მოჰყვება. ერთი ხელი თავისი რეზოლუციებით, განცხადებებით და ასე შემდგომ სხვა ქვეყნებს მოუწოდებენ მედია თავისუფლების დაცვას, დემოკრატიის დაცვას და მეორე მხრივ თავად ასე უხეშად და ღია და ხისტად ცდილობენ ალტერნატიული და თავისუფალი ხმების ჩახშობას. ამიტომ დღეს საზოგადოებამ ამ გადაწყვეტილებით დაინახა ევროპარლამენტის რეალური სახე. ის ორსახოვნება, რომელიც იყო ევროპარლამენტში და როგორც ჩანს ეს არის მათი საუკეთესო ევროპული პრაქტიკა. ეს ხედავთ, რომ არის ის საქციელი და ის მდგომარეობა რამ მდგომარეობაში სამწუხაროდ გარკვეულმა ევრობიუროკრატებმა ჩააგდეს გაერთიანება. ერთი წლით აკრედიტაციის აკრძალვა არის სახე დღევანდელი ევროპარლამენტის, სახე დღევანდელი ევროკავშირის, რომელსაც მართავენ არაარჩეული ბიუროკრატები, ხოლო ევროპარლამენტში სააკაშვილის მეგობრები არიან მოკალათებული და იმით არიან დაკავებული, რომ ქართველი ხალხის და ქართული მედიის წინააღმდეგ მაქსიმალურად მეტი და დიდად დამაზიანებელი კამპანია აწარმოონ. უცხოეთიდან ორგანიზებული თავდასხმა თავისუფალ ქართულ მედიაზე გრძელდება. დიდი ბრიტანეთის და მოლდოვას გადაწყვეტილებების შემდეგ ევროპარლამენტი ტელეკომპანია იმედს 1 წლის ვადით მუშაობის უფლებას უზღუდავს. ამჯერადაც გადაწყვეტილებას თან არ ახლავს არგუმენტები. იმედისთვის საქმიანობის აკრძალვის გადაწყვეტილებას ევროპარლამენტში წინ უძღოდა 4 ქართული ტელეკომპანიის პოსტივის საზოგადოებრივი მაუწყებლის იმედისა და რუსთავიორის სანქცირების შესახებ მოთხოვნა ევროკომისიისადმი. ამ ჩანაწერის შეტანას ნაცმოძრაობის ლობისტი რასა იუკნევიჩიანეს ანგარიშში პოლონელი ევროდეპუტატები ითხოვდნენ. ვინ არიან მარიუშ კამინსკი და მალგოჟეტა გუშევსკა. მათ პოლიტიკურ და დანაშაულებრივ წარსულზე პრესკონფერენციაზე ვრცლად ისაუბრა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. ვასილ მაღლაფერიძემ კონკრეტული მტკიცებულებები წარმოადგინა, საიდანაც ირკვევა, რომ ქართული მედიებისა და მათი ხელმძღვანელების დასანქცირების ინიციატორი პოლონელი ევროდეპუტატები საკუთარ ქვეყანაში არაერთ სკანდალურ საქმეში ფიგურირებენ და მათ წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები. ნინო საულქვაძე გიამბობთ. ვინ არიან პოლონელი ევროპარლამენტარები, ვინც ქართული მედიის დასანქცირებას ითხოვენ? საუბარია ევროპარლამენტარებზე მარიუშ კამინსკიზე და მალგიჟეტა გოშევსკაზე, რომლებმაც ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს მიერ საქართველოს შესახებ წარდგენილ ანგარიშში, სადაც სხვა საკითხებთან ერთად იმედის, რუსთავიორისა და პოსტივის დასანქცირებაა მოთხოვნილი, დოკუმენტში შესწორება შეიტანეს და სანქცირებულთა სიაში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის შეყვანა მოითხოვეს. პოლონელი მაღალჩინოსნების პოლიტიკურ წარსულზე დღეს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ცლადი საუბრა. ირკვევა, რომ ევროპარლამენტარი მარიუშ კამინსკი, რომელიც სხვადასხვა დროს იყო პოლონეთის სეიმის წევრი, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრი, მისი სახელი პოლონეთში უკავშირდება არაერთ სკანდალურ საქმეს. მეტიც მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები. ერთ-ერთი გახმაურებული საქმე, რომელზეც კამინსკი დამნაშავეცნეს, ეგრეთ წოდებული მიწის ნაკვეთების საქმეა. ამ საქმის გამო პოლონეთის გენერალური პროკურორის მოთხოვნის საფუძველზე ევროპარლამენტმა მარიუშ კამინსკის სადეპუტატო იმუნიტეტი ერთხელ უკვე მოუხსნა. ახლა კი დღის წესრიგში მისი მეორედ გაუქმება. კამინსკის სახელს უკავშირდება კიდევ ერთი გახმაურებული და სკანდალური საქმე, ჯაშუშური პროგრამა პეგასუსი. ირკვევა, რომ სისტემას არა მხოლოდ ტერორიზმსა და ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად, არამედ პოლიტიკური მიზნებისთვისაც იყენებდნენ. პეგასუსის სკანდალთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. მარიუშ კამინსკის და სხვა მაღალჩინოსნებს წლების განმავლობაში ჰქონდათ სასამართლო დავები, ასევე უფლებამოსილების გადამეტების მუხლითაც. ინფორმაციები პოლონეთის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, პოლონეთის საგამოძიებო უწყებების დასკვნებს და პოლონურ მედიაში გავრცელებულ ცნობებს ეფუძნება, რომლებიც ნებისმიერი პირისთვის ხელმისაწვდომია. 2007 წელს პოლონეთის პარტია და კანონი სამართალი კოალიციურად მართავდა სამააბარონასთან ერთად, რომლის ლიდერი ანჯეი ლეპერი ვიცე-პრემიერი და სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო. კოალიციაში არსებობდა დაძაბულობა და ამ კანონი და სამართლის ლიდერებად ერთ-ერთი იყო სწორედ ეს კამინსკი. ლეპერის გავლენის შესუსტების მიზნით მისი მოცილება გადაწყვიტეს. მან დაგეგმა სპეცოპერაცია, სწორედ მისი ხელმძღვანელობით დაიგეგმა სპეცოპერაცია, რისი მიზანიც იყო იმის დამტკიცება, რომ ლეპერი ქთამის სანაცვლოდ ახდენდა სასოფლო სამეურნეო მიწების სტატუსის შეცვლას. პროკურატურამ შეისწავლა ეს საკითხი და ლეპერთან დაკავშირებდა სასამართლომ დაასკვნა, რომ კამინსკი და მისმა მოადგილეებმა დაარღვიეს კანონი, ვინაიდან დადგინდა, რომ ამ ანტიკორუფციულმა ბიურომ თავად შექმნა დანაშაული იქ, სადაც მანამდე კორუფციის ნიშნები არ იყო. ამის შემდეგაც ლეპერის კარიერა განადგურდა და 2001 წელს ლეპერმა თავი მოიკლა. ვარშავა ცენტრის რაიონულმა სასამართლომ მიწის ნაკვეთების საქმის გამო მარიუშ კამინსკი დამნაშავე ცნო უფლებამოსილების გადამეტებისათვის, ქთამის პროვოცირებისათვის, სამიზნის პოლიტიკური ნიშნით შერჩევისათვის და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 წლით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აუგზავნა. ეს კამინსკია კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომელიც ითხოვს ჩვენს დასაქცირებას. 2017-დან 2022 წლამდე პერიოდში კამინსკის უწყება პეგასუსის მეშვეობით თვალთვალის სულ მცირე 578 ადამიანის წინააღმდეგ მიმდინარეობდა. ეს არის მნიშვნელოვანი ფიგურები. გამოძიება დაადასტურა, რომ სისტემას იყენებდნენ არა მხოლოდ ტერორიზმსა და ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად, არამედ პოლიტიკური მიზნებისთვისაც. მსხვერპლთა შორის იყვნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, დამოუკიდებელი პროკურორები და ჟურნალისტები, რომელთა პირადი მონაცემებიც შემდგომში მათ წინააღმდეგ პროპაგანდისტული მიზნებით გამოიყენებოდა. რაც შეეხება ევროპარლამენტარ მალგოჟატა გოშევსკას, რომელიც კამინსკის თანაპარტიელი იყო. იგი ღიად აცხადებს, რომ მისი მიზანი, რაც შეიძლება ბევრი საქართველოს მოქალაქის დასანქცირება. 2024 წლის ნოემბერში ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მოგიწოდებთ იზოლაცია მოვახდინოთ ამჟამინდელი საქართველოს ხელისუფლების, გავყინოთ დახმარებები და შევაჩეროთ უვიზო რეჟიმი. მალგოჟატა გოშევსკა აქტიურად იყო ჩართული მიხაილ სააკაშვილის მხარდამჭერ კამპანიაშიც და მოითხოვდა პოლონეთში მის სამკურნალოდ გადაყვანას. 2023 წლის ივლისში ექიმების ჯგუფმა სააკაშვილი საპატიმროში მოინახულა. რა დროსაც პოლონელმა მედიკოსმა სააკაშვილის ბიოლოგიური მასალის მოპარვასსა და მისი შემდგომი ფალსიფიცირების მიზნით. გოშევსკას წინააღმდეგ პოლონეთში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მათ შორის პოლონური მედიის ინფორმაციით მას საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. არ არის გამორიცხული პოლონეთის პროკურატურამ ევროპარლამენტს გოშევსკასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით მიმართონ. 2026 წლის დასაწყისში წელს პოლონეთის საგადასახადო ადმინისტრაციამ დაასრულა მასშტაბური შემოწმება, რომელმაც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში 100 მილიარდ ზლოტზე მეტი ღირებულების დარღვევა გამოავლინა და მათ შორის ერთ-ერთია პოლონეთის სეიმის დეპუტატის, შემდეგ სეიმის მარშლის მოადგილის და ამჟამად ევროპარლამენტის წევრის მალგოჟატა გოშევსკას საქმე, რომელიც პოლონეთში განიხილება არა როგორც ცალკეული შემთხვევა, არამედ როგორც სადეპუტატო რესურსების არასათანადოდ გამოყენების ტიპური მაგალითი. გოშევსკას წინააღმდეგ არსებული ბრალდებები ძირითადად ეხება პოლონეთის სისხლის სამართლის კოდექსის 231 მუხლს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და 286 მუხლს ფაღლითობა ქონებრივი სარგებლობის მიღების მიზნით. რამდენად მოდის ევროპულ ღირებულებებთან თანხმდრაში, როდესაც თავისთავად საეჭვო რეპუტაციის ევროპარლამენტარები ევროპის სახელით დასაქცირების მუქარით ცდილობენ მედიის დაშინებას
და საკუთარი კონტროლის ქვეშ დაქვემდებარებას. პოლონელი ევროპარლამენტარების საეჭვო წარსული არ უკვირთ მმართველ გუნდში. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ არსებობს კიდევ უფრო მეტი მაგალითი ევრობიუროკრატების კორუფციული საქმიანობის. სახელმწიფო პარტიაში ევროპარლამენტის უსამართლო გადაწყვეტილებებს უსვამენ ხაზს და აცხადებენ, რომ ევროკავშირი დღეს საბჭოთა მეთოდებით ბრძოლას აგრძელებს. ეს არის კიდე ერთი მტრული აქტი ქართული ხალხის წინააღმდეგ, ეს არის ცდელობა, რომ ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა და ეს არის ჩვენთვის კიდე ერთი საფუძველი გამოვიტანოთ დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს დღევანდელი ევროკავშირი. აი ეს არის დღეს ევროკავშირის სინამდვილეში არის რასა იუკნევიჩიენე და მისნაირი ადამიანი. აი ეს არის სინამდვილეში დღეს, სადაც მიიყვანეს ევროკავშირი და ამას რა თქმა უნდა ჩვენ ვებრძვით. ჩვენ ვებრძვით, რომ ევროკავშირი დაუბრუნდეს, ვიბრძვით იმისთვის, რომ ევროკავშირი დაუბრუნდეს თავის საწყის ღირებულებებს, იმიტომ რომ ასეთ ევროკავშირში ჩვენ არაფერი გვესაქმება. ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ საბჭოთა მოსკოვს პირდაპირ ნაბიჯ ანაცვლებს საკავშირო ბრიუსელი. თავისთავად მათი სურვილია, რომ ჩაახშონ ყველანაირი ალტერნატიული ინფორმაცია, რაც მათ ნარატივს არ შეესაბამება. ჩვენ ხედავთ, რომ ესხმიან თავს და თავის ძალას და ძალაუფლებას ყველაზე მავნებლური ფორმით იყენებენ, არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური წარმომადგენლების მიმართ, არამედ მედია საშუალებების მიმართ, კერძო მედია მაუწყებლების მიმართ და ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებელიც, როგორც ჩანს, მათი თავდასხმის ობიექტია. რამ განაპირობა საკუთარ სამშობლოში სხვადასხვა დანაშაულში მხილებული და ეჭვმიტანილი ევროპარლამენტარების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება. მმართველ გუნდში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს არის ქართული დამოუკიდებელი მედია საშუალებების საკუთარ კონტროლქვეშ დაქვემდებარების მცდელობა, რომელსაც ევროპულ ღირებულებებთან არავითარი კავშირი არ აქვს. ევროპარლამენტისა და ოფიციალური კიშინავის მხრიდან დამოუკიდებელი ქართულ მაუწყებლის შეზღუდვას წერილით ეხმაურება ზაზა შათერიშვილი. ფილოსოფოსი მიიჩნევს, რომ ეს იმ ქართული მედიის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის გაგრძელებაა, რომლებიც deep state-ისა და მისგან მართული ევრობიუროკრატიის დავალებებს არ ასრულებენ. ზაზა შათერიშვილის შეფასებით, ევროპაში, რომელიც წლების განმავლობაში თავისუფალი სიტყვის მთავარი დამცველი იყო, დამოუკიდებელი მედია აღარ არსებობს. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ აბსურდული და დაუსაბუთებელი ბრალდებებით რეალური მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე ევროპარლამენტმა ტელეკომპანია იმედს ჟურნალისტური საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს იმედს, პოსტივისსა და რუსთავიორს აკრედიტაციაზე უარი განმარტებების გარეშე უთხრა. ნათელია, რომ ეს დამოუკიდებელი ქართული მედიის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის გაგრძელებაა. მორიგი თავდასხმა იმ მედია საშუალებებზე, რომლებიც deep state-ისა და მისგან მართული ევრობიუროკრატების დავალებებს არ ასრულებენ. რეალურად ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ევროპაში აღარ არსებობს თავისუფალი მედია, რადგან მათი აბსოლუტური უმრავლესობა ტოტალურად კონტროლდება deep state-ის მიერ. ფაქტია, რომ deep state-ის მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ მედიასთან, რადგან მათი საქმიანობის არსი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა დაფუძნებული. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ თავისუფალი მედია სერიოზული ხელის შემშლელი ფაქტორია იმ პოლიტიკური ლიდერებისა და აქტორებისთვის, რომლებიც ერთი მხრივ მასიურად ატყვევენ ამ ურჩეველს, მეორე მხრივ კი თითქოს და ხალხის მიერ არჩეულნი რეალურად არა საკუთარ სახელმწიფოებსა და მოსახლეობას, არამედ deep state-ის ინტერესებს ემსახურებიან. ფაქტია ისიც, რომ deep state-ს შექმნილი აქვს მთლიანად ტყუილსა და სიყალბეზე დაფუძნებული პოლიტიკური მმართველობის მძლავრი სისტემა, რომელიც პრაქტიკულად ყველა დონეზე ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით მუშაობს და ერთადერთ მიზანს deep state-ის გეგმების სისრულეში მოყვანას ემსახურება. ამ საკითხზე ვრცლად და ამომწურავად უახლოეს მომავალში აუცილებლად ვისაუბრებთ. მანამდე კი აღნიშნავთ, რომ ამ სისტემის ერთ-ერთი მთავარი ხერხემალი მედია პროპაგანდის მძლავრი ინსტრუმენტი, რომლის აქტიური გამოყენებითაც არაფორმალური ოლიგარქიული ძალები ევროპის ქვეყნების მოქალაქეებს უქმნიან ილუზიას, თითქოს ისინი თავად ირჩევენ ხელისუფლებას, მაშინ როდესაც კონკრეტულ პოლიტიკოსებს, ისევე როგორც ევროპელ ბიუროკრატიას სწორედ deep state-ი ნიშნავს. Deep state-ის გეგმებსა და მიზნებთან დაკავშირებით მსჯელობისას ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამხელა საფრთხეზეა საუბარი. მათი ინტერესი უკვე აშკარად გამოკვეთილია და ეს ევროპის მაგალითზე ყველაზე უკეთ ჩანს. ჩვენ ვხედავთ ხელოვნურ მიგრაციას, რომელიც უმძიმეს ტვირთად აწევს ევროპის მოსახლეობას. ასევე ხელოვნურად თავს მოხვეულ ფსევდოიდეოლოგიას, რომელიც პირველ რიგში იდენტობისა და ეროვნული იდეოლოგიის განადგურებაზე მუშაობს. Deep state-ის გეგმის თანახმად, არათუ ტრადიციული ფორმით ერების არსებობაა დაუშვებელი ადამიანმა, არათუ
საკუთარი ისტორია და იდენტობა, არამედ ისიც კი არ უნდა იცოდეს, ქალია თუ კაცი. ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი LGBT პროპაგანდაა, რომლის თანახმადაც ნორმალურია თუ კი კაცს უნდა, რომ ქალი გახდეს ან პირიქით. საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს ქვეყნების სახელმწიფოებრიობის საბოლოოდ მოშლა უნდა მოხვეს. ადამიანს აღარ უნდა ჰქონდეს არც სახელმწიფო, არც ეროვნება. ისიც კი არ უნდა იცოდეს ქალია თუ კაცი, რათა საზოგადოებებისგან მიიღოს მასა, რომელიც Deep States უდიდესი კაპიტალის მქონე პატარა ჯგუფის მორჩილ სამუშაო ძალად ჩამოყალიბდება. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით კიდევ უფრო ცხადი ხდება თუ რატომ არის Deep State-ისა და მისგან მართული ევრობიუროკრატიისთვის თავისუფალი მედია კატეგორიულად მიუღებელი, იმდენად რომ თავისუფალი ქართული მედიის იშვიათი ვიზიტებიც კი აკრძალეს. აშკარაა, რომ ევროპაში, რომელიც წლების განმავლობაში თავისუფალი მედიის და სიტყვის მთავარი დამცველი და გარანტი იყო, დღეს თავისუფალი მედია აღარ არსებობს. საქართველოს პროგრესის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება და ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგი. ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის კანონის უზენაესობის მედეგობის შეფასებით საქართველო მონტენეგროსთან ერთად ლიდერ პოზიციაზეა. კვლევას ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი აქვეყნებს. კორუფციის არარსებობა, კორუფციის კონტროლი, რეგულაციებისა და კანონების წარმატებით აღსრულება. აღნიშნული ინდიკატორების გარდა ევროკავშირის 10 კანდიდატი ქვეყანა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ეფექტურობის მიმართულებითაც შეფასდა. კომპლექსურ კვლევაში ექსპერტების დაკვირვების საგანს არსებული მონაცემების გარდა დამატებით ისიც წარმოადგენდა თუ რამდენად შეუძლია კანდიდატ ქვეყნებს გაუძლონ კრიზისებს და გამოწვევების ფონზე სტაბილურობა შეინარჩუნონ. ანა შანიძე გიამბობთ. მორიგ საერთაშორისო კვლევაში ასახული საქართველოს კიდევ ერთი წარმატება. კანონის უზენაესობის მედეგობის შეფასებით ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ჩვენი ქვეყანა ლიდერ პოზიციაზეა. ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის პროექტ Resiliu Access-ის ფარგლებში გამოქვეყნებულ რეიტინგში საქართველო, ალბანეთს, ბოსნია და ჰერცეგოვინას, კოსოვოს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სერბეთს, უკრაინას, მოლდოვასა და თურქეთს უსწრებს. კორუფციის არარსებობა, კორუფციის კონტროლის უნარი, რეგულაციებისა და კანონების წარმატებით აღსრულება. ამ ინდიკატორებით შეფასებისას სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით საქართველოსა და მონტენეგროს უმაღლესი შეფასება აქვთ. კვლევამ გამოავლინა 4 კლასტერი კანონის უზენაესობის შესაძლებლობების მიმართულებით და შედეგების შემდეგნაირად გადანაწილდა. დაბალი შესრულება თურქეთი, მეორე კლასტერი უკრაინა და 5 დასავლეთ ბალკანური ქვეყანა, მესამე კლასტერი მოლდოვა, მეოთხე უმაღლესი შესრულება მონტენეგრო და საქართველო. ქვეყნების შეფასებისას ექსპერტებმა იხელმძღვანელეს შემდეგი ინდიკატორით: კორუფციის არარსებობა, კორუფციის კონტროლის უნარი, რეგულაციების აღსრულება, კანონების წარმატებით აღსრულების უნარი, რა ნაწილშიც მონტენეგროსა და საქართველოს პროფილები ყველაზე მეტად ემთხვევა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს. ევროკავშირის კანდიდატი 10 ქვეყანა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ეფექტურობის მიმართულებითაც შეფასდა. სწორედ სამართლის უზენაესობისა და ქართული სახელმწიფო სისტემის გამართული მუშაობის დასტურია ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევაში საქართველოს წარმატება ხელისუფლებისთვის. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს იმასაც, რომ ფაქტებსა და ობიექტურ ანალიზზე დაფუძნებული კვლევები ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში არასდროს ისახება. ეს აჩვენებს მათ შორის სახელმწიფოს სისტემის გამართულობას, აჩვენებს პარლამენტის და მთავრობის მუშაობის შეთანხმებულობას, პარლამენტის მიერ მიღებული კანონები სათანადოდ სრულდება შემდეგ უკვე აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა დანაყოფის მიერ და აჩვენებს კიდევ ერთხელ ჩვენი სისტემის გამართულობას, მათ შორის სასამართლო კონტროლის გამართულობას აღსრულების პროცესზე. აღარ ვიცი უკვე თავს რატო იწუხებენ ისინი კვლევით, ან ჩვენ თავს ვიწუხებთ კითხვით, იმიტომ რომ ხედავთ რომ ბრიუსელს ასეთი რამე არ აინტერესებს. კვლევა, ემპირიული ანალიზი, ფაქტები აღარ არის ბრიუსელის ინტერესი. იციან რომ რასა იუკნევიჩენ, რასაც სიტყვის ის არის სიმართლე, მორჩა. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები მიიჩნევენ, რომ მორიგის საერთაშორისო კვლევის შედეგები პასუხია ყველასთვის, ვინც საქართველოს დემოკრატიულ უკუსლაზე უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებს. მათი განცხადებით, როდესაც საქმე პოლიტიკური ინტერესებისგან დაცლილ სამეცნიერო კვლევას ეხება, საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ყოველთვის მოწინავე პოზიციაზეა.
ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი კვლევაა. ეს ხაზს უსვავს არა მხოლოდ იმას, თუ სამართლის თუ კანონის უზენაესობის სამართლებრივი რეგულაციების ნაწილში საქართველოს ადგას, არამედ მეორე მნიშვნელოვან ნაწილს, როგორ ხდება კანონის აღსრულება, როგორ ხდება კანონის უზენაესობის დაცვა და ცხოვრებაში გატარება იმ სამართლებრივი რეგულაციების, რომელიც შეიძლება იყოს კონსტიტუციაში, კანონებში, კანონქვემდებარე აქტებში. ამიტომ და ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს მთავრობის ეფექტიანობას, სამართალდამცავი უწყებების ეფექტიანობას. ნიშანდობლივი კვლევაა არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ ყველა იმ საქართველოს არაკეთილმოსურნესთვის, ვინც მუდმივად აბრალებს საქართველოს, რომ ის მოწყდა, ასე ვთქვათ, ევროპული ინტეგრაციის გზას, ან მას აქვს დემოკრატიის უფუსვა. იმ ქვეყნებს, რომლებსაც დემოკრატიის უფუსვა აქვს, კანონის უზენაესობის ინდექსში მოწინავე ადგილებს ვერ იკავებენ. სახელმწიფო გუნდში დამატებით საუბრობენ იმის შესახებაც, რომ მართლმსაჯულების ნაწილში საქართველოს წარმატება მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებითაც დასტურდება. რაც შეეხება კვლევაში მოყვანილ სხვა ინდიკატორებს, მმართველი პარტია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობას ევროკავშირთან აფილირებული კვლევითი ორგანიზაციებიც კი აღიარებენ. როდესაც ასეთი კვლევები ტარდება, თუ ეს სოლიდური ორგანიზაციაა, ასე ნარატივებზე დაყრდნობით ამ ინფორმაციას არ იკვლევს. ფაქტებზე დაყრდნობით იკვლევს და ფაქტი რა არის? ნებისმიერი რეზონანსული საქმე, რომელიც გასაჩივრდა სტრასბურგში, სტრასბურგმა აღნიშნა, რომ ქართული მართლმსაჯულება იყო მართალი. ანუ ვიღაცების მონოპოლიდან გამომდინარე კი არა, თვითონ სასამართლოს სისტემის შიგნით რომ იქნა განხილული. იქ სადაც შესაძლებელია თვლადი განზომილებით იყოს კონკრეტული შეფასება გაკეთებული საქართველოსთან მიმართებით, ევროკავშირთან აფილირებული კვლევითი ორგანიზაციებიც ვერაფერს ვერ აწყობენ ობიექტური განხილვის პირობებში საქართველოს როგორც წესი მოწინავე ადგილს იკავებს შესაბამის კვლევებში, ხოლო სადაც პოლიტიკური მდგენელი შემოდის, რა თქმა უნდა არის ზღვა ცილისწამება, სიბინძურე ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მიმართ, რაც არის სამწუხაროდ დღევანდელი ევროკავშირის ხელწერი. ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის კომპლექსურ კვლევაში ექსპერტები აკვირდებოდნენ იმასაც, თუ რამდენად შეუძლია კანდიდატ ქვეყანას ზეწოლისა და გამოწვევების ფონზე სტაბილურობა შეინარჩუნოს. შეღავათიანი ფასები მომხმარებლებს და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ერთობლივი მუშაობის პირველადი ეფექტი. უკვე მეორე დღეა სხვადასხვა ქსელური მარკეტების დახლებს და ეგრეთ წოდებული სოციალური კალთა გამოჩნდა. საუბარია პირველადი მოხმარების 15-მდე პროდუქტზე. ფასდაკლებები მუდმივ რეჟიმში იმოქმედებს, ხოლო შეღავათიანი პროდუქტების ჩამონათვალი ყოველკვირეულად განახდება. ინიციატივას საქართველოში მოქმედი ყველა მსხვილი ქსელური მარკეტი შეუერთდა. შედეგები, რომელიც დღეს უკვე სახეზეა, ფასის რეგულირების მოკლევადიანი გეგმის ნაწილია, რომელიც ბერძნული და ფრანგული მოდელის ანალოგია. კონკრეტულად რა სახის პროდუქციას შეეხება აქციები და რას ამბობენ მომხმარებლები, ნუცა კოროშინაძე გიამბობთ. უკვე მეორე დღეა ქვეყნის ყველა მსხვილ სავაჭრო სუპერმარკეტში მოქალაქეები პირველადი მოხმარების პროდუქტებს ფასდაკლებით ყიდულობენ. სამომხმარებლო კალათა თითქმის ყველა ქსელურ მარკეტშია განთავსებული. მომხმარებელს 15 სახეობის პროდუქტის შეძენა შეღავათიან ფასად შეუძლია. საუბარია პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, რომელზეც ფასდაკლება მუდმივ რეჟიმში იმოქმედებს. ძალიან კარგია და რაც უფრო მეტად გაიაფდება პროდუქტები, უკეთესი იქნება, რა თქმა უნდა, რომ ყოველთვის იყოს ყველაფერი ხელმისაწვდომი. რა თქმა უნდა, ყველაფერი მოსაწონია, რაც ხალხს შეუმსუბუქებს სიტუაციას. ძალიან კაი გადაწყვეტილება, კმაყოფილი ვარ ამ მთავრობით. თუ ესე გაგრძელდა, დიდი მადლობა მთავრობას ამის. ეს გადაწყვეტილება მომწონს, რა მომწონს. გაიაფება კარგია. შედეგი, რომელიც უკვე სახეზეა, დროებითი კომისიის რეკომენდაციას ეფუძნება. სამომხმარებლო კალათის ინიციატივა ევროპული მოდელების საფუძველზე შეიქმნა. ეს საერთაშორისო დონეზე კარგად დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომელიც ზუსტი ანალოგია საბერძნეთისა და საფრანგეთის. პირველადი ეფექტის გარდა რეკომენდაციაში გაწერილია საშუალო და გრძელვადიანი ხედვები. შედეგი მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებზეა ორიენტირებული. სწორედ იმიტომ, რომ ქსელები, დისტრიბუტორებთან დიალოგი, დისკუსია იყო საჭირო, მათ შორის თავადაც დაინახეს გარკვეული საჭიროებები და რა თქმა უნდა სოციალური პასუხისმგებლობა აქ მნიშვნელოვანი არის. ნახეთო ყველა დიდმა ქსელმა და რაც არის საერთო ჯამში პროდუქტების ვაჭრობის უმეტესი ნაწილი, თქვა რომ გამოყვეს სია კონკრეტული პროდუქტებისა, რომელიც იქნება მუდმივად დაბალ ფასებში. არა, აქციის სახის, რომელიც თქვა კვირაში შეიძლება ერთი დღე ყოფილიყო
ყოფილიყო რაღაც პროდუქცია ფასდაკლება და მეორე დღე არ ყოფილიყო. არამედ კონკრეტული ჩამონათვალი სახეობის ასე ვთქვათ პროდუქტების, რომელზეც მუდმივად ყოველდღე მომხმარებელს ეცოდინება, რომ ნებისმიერ ქსელში რო შევა, იმ პროდუქცია იქნება ყველაზე დაბალი ფასი რომელიმე წარმოებლის, ასე ვთქვათ, და ასე რომ აქაც კონკურენცია იქნება უკვე ქსელებს შორის, რომ აი ამ პროდუქტების ნუსხასთან დაკავშირებით იყოს ყველაზე დაბალი ფასი. საშუალო პერიოდში ჩვენ გვაქვს რეკომენდაცია გაწერილი თუ როგორ უნდა მოხდეს სექტორის გაჯანსაღება, რა სისტემური ცვლილებები ამისთვის საჭირო, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ საუბრობდით ურთიერთობის ასიმეტრიაზე, რომელიც დამატებით ხარჯს ქმნის, ასევე საუბრობდით გაუმჭირვალე პროცესებზე, რომელიც ასევე ხარჯებს ქმნიდა და ამ მიმართულებით ჩვენ რეკომენდაცია არის, რომ ეს ასიმეტრია გასწორდეს, სისტემურად მონაწილე კომპანიებს შორის დაბალანსდეს ურთიერთობები. იმისთვის, რომ მომხმარებელს ფასდაკლებული პროდუქტის პოვნა გაუმარტივდეს, პროდუქტებისათვის, რომლებიც სამომხმარებლო კალათისთვისაა განსაზღვრული, მარკეტებში სპეციალური მანიშნებლით არის გამოყოფილი. კალათის მთავარი კომპონენტი ისეთი პროდუქტებია, როგორიცაა კვერცხი, ფქვილი, ზეთი, ქათამი, რძის პროდუქტების სახეობები, ბურღულეული და ტკბილეული. სოციალური კალათის გარკვეული პროდუქტებზე ჩვენი კომპანიის შესაძლებლობის ფარგლებში ხორციელდება გარკვეული შეთავაზებები პროდუქტებზე. ეს არის პირველადი მოხმარების პროდუქტები, კვერცხი, წიწიბურა, ბრინჯი, ზეთი, ფქვილი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს მომხმარების მოთხოვნიდან გამომდინარე, ეს პროდუქტები ჩანაცვლდება სხვადასხვა ბრენდის თუ სახეობის მიხედვით. სუპერმარკეტების ქსელის ხაპარი ყოველთვის ორიენტირებულია მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებზე და სწორედ ამიტომ უერთდებით ინიციატივას, რომლის მიზანიც არის პირველადი მოხმარების ყოველდღიურად საჭირო პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების შეთავაზება. აქედან გამომდინარე, ჩვენს მაღაზიებში წარმოდგენილი იქნება ყველაზე მოთხოვნადი კატეგორიები მაქსიმალურად ბიუჯეტურ ფასებში. მნიშვნელოვანი აღინიშნოს ისიც, რომ ეს არ არის დროებითი აქცია, საუბარია მუდმივ შეთავაზებაზე, რომელიც შექმნის გრძელვადიან სარგებელს. ქსელური მარკეტების ინიციატივა მომხმარებელს ყოველდღიური საჭიროებების უფრო მარტივად და ეკონომიურად დაგეგმოში დაეხმარება. ფასდაკლებები მუდმივ რეჟიმში იმოქმედებს, ხოლო შეღავათიანი პროდუქტების ჩამონათვალი ყოველკვირეულად განახლდება. სააკაშვილი ბოკერია გვარამიას ალიანსში დაპირისპირება გრძელდება განხეთქილების მიზეზი ისევ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი და მის მიერ გაკეთებული განცხადებებია. მიხეილ სააკაშვილი პარტნიორებს არარელევანტურს უწოდებს, სატელევიზიო ეთერების გაყიდვაში ადანაშაულებს და პოლიტიკურ ნაბიჯებს უწუნებს. მორიგ კრიტიკას კრიტიკით პასუხობენ ალიანსის სხვა წევრები. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ნაცმოძრაობის ლიდერი რეალურად საკუთარი პარტიის აქტივობითაა უკმაყოფილო და ისრების გადატანას გაერთიანების სხვა წევრებზე ცდილობს. მართლ გუნდში აცხადებენ, რომ ყოფილი და მოქმედი ნაციონალები გავლენებისთვის იბრძვიან, მათ ერთობა კი პოლიტიკური კრახისთვის განწირულია. ნანკო წითელშვილი გიამბობთ. როგორც აღმოჩნდა, სააკაშვილი ბოკერია გვარამიას ალიანსი ყველაზე უკეთ მაშინ ფუნქციონირებს, როცა ერთმანეთთან დაპირისპირებაში არიან. დაშლის პირას მყოფი გაერთიანება, რომელიც კრახით დასრულებული რეგიონალური ტურნეს შემდეგ მათ მიერ დაანონსებული აქციისთვის უნდა ემზადებოდეს, კვლავ ერთმანეთის კრიტიკითა და ურთიერთ ბრალდებებით არის დაკავებული. დაპირისპირების მორიგი რაუნდი ისევ მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას კიცხავს, არარელევანტურსა და მოყელყელავეს უწოდებს. მისი თქმით, ოპოზიცია, რომელიც ნაყიდი ეთერებით, დაცვის თანხლებით მოსიარულე პოლიტიკოსებითა და ძვირად ღირებული სასტუმროს ლიდერებით შედგება, მარცხისთვისაა განწირული. პოლიტიკა კეთდება არა ნაყიდი ეთერებით, არა ძვირფასი მანქანებით, დაცვის თანხლებით მოსიარულე ლიდერების მიერ, არა მარიოტის ოპოზიციის მიერ, არამედ პირობითად ყვარლელი მცირე მევენახის 1-2 ლევან ხაბეიშვილის და მათთან ერთად აზვირთებული ხალხის მიერ. საერთოდ სიტყვა ოპოზიციაც არარელევანტურია, იმიტომ რომ ახლა ცალ-ცალკე მოყელყელავე პარტიების და სინამდვილეში Facebook კუტოკების ნაცვლად საჭიროა დეცენტრალიზებული ჰორიზონტალური რადიკალური წინააღმდეგობის მოძრაობა. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის კრიტიკას კრიტიკით პასუხობენ ალიანსის სხვა წევრები. ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ სააკაშვილის სტატუსის საპასუხოდ თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი სინამდვილეში საკუთარი პარტიის აქტივობითაა უკმაყოფილო და მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ სურს საკუთარი პარტიის წევრები აწყენინოს, სანაცვლოდ ალიანსს აკრიტიკებს. მაინც განცდა მქონდა რჩება, რომ პრეზიდენტ სააკაშვილი უკმაყოფილო არის სინამდვილეში საკუთარი პარტიის რაღაცა აქტივობითაც, მაინც და მაინც
რო გამოდის საკუთარ პარტიაზე პირდაპირ დაიწყოს ლაპარაკი, გონია რომ ფიქრობს რომ შეიძლება ვიღაცებს აწყენინოს. ამიტომ რა ვიცი, ალიანსი მიეცა ისეთი რაღაცა, რომ აი ზოგადად ოპოზიციაზე თუ ვილაპარაკებ, იგივე სისითქმაც მინდა ჩემ პარტიაზე, რაღაცა ნაკლებად ეწყრებათ ვიღაცებს. ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე უპასუხოდ არ დატოვა ნაციონალურმა მოძრაობამ. პარტიაში დღეს თქვეს, რომ მათი ლიდერი არა ერთ პარტიას, არამედ მთელს ოპოზიციას აკრიტიკებდა და ეს მის სტატუსში ადვილად იკითხება. ირაკლი ფავლენიშვილი აღიარებს იმასაც, რომ ოპოზიციას ხალხში გასვლის პრობლემა აქვს. მიხეილ სააკაშვილის სტატუსში ადვილად იკითხება, ხოლმე ეს არ გულისხმობს ხოლმე მხოლოდ ეს პოლიტიკურ ძალას, არ თავისთავზე რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ თუ აღიქვა ზოგადად არ ვიცი, მაგრამ ის საბოლოო ჯამში გულისხმობს მთელ ოპოზიციას. რაც შეეხება ამ პრობლემას, ჩვენ უფრო მეტად სახალხო უნდა ყოფილიყავით და უფრო ნაკლებად უნდა ყოფილიყავით ასეთ პროცესებში, რაზეც საუბარი იყო ამ სტატუსში. ოპოზიციას რომ ხალხში გასვლის პრობლემა აქვს, ეს მათი მცდელობებიდანაც ჩანს. მეტროსთან ფლაიერების დასარიგებლად გასულმა ალიანსის წევრებმა მოქალაქეებისგან მხოლოდ იგნორი და შეურაცხყოფები მიიღეს. აუცილებლად ჭირდება ერთიანობა და განვითარება. ჭირდება ერთიანობა და განვითარება საქართველოს ჭირდება წინსვლა და ზურაბ გირჩი-ჯაფარიძეს აგინებენ ამ მომენტში ბატონო. ეხა ეგეც ვიცი ხა, ნელ-ნელა რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველდღე დავდივართ ხალხში და ვიცი თქვენი ასე ვთქვათ არა, ეხლა ვხედავთ რას ხალხის დამოკიდებულებას თქვენს მიმართ. დამოკიდებულება, აი, აქ დგავარ და ნახეთ. ანუ ხო, მაგრამ აი გირჩზე გეუბნებით რომ აგინებენ თქო აი ამ მომენტში. არა, იცით რა, მე ხო ვიცი ისიც რომ ეგეთ შემთხვევით არ ხდება. ის რომ ოპოზიციური ალიანსი ქართველი ხალხისგან იგნორს იღებს არ უყვერთ მართლ გუნდში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი არა ქართველი ხალხი, არამედ გარე პატრონები არიან და სწორედ ამიტომ მოქალაქეებისგანაც შესაბამის დამოკიდებულებას იღებენ. მათთვის თავარი არის რომ ხელი ჩამოართვას ევროკავშირის ელჩებმა და ვნახეთ ჩვენ 9 მაისს ელჩებთან კარგად ჩახუტებულები ვნახეთ. ნუ როგორ არიხუტებს მას ქართველი ხალხი ეს მათ ესეც ვნახეთ და ესეც არის, ეს იქნება ყოველთვის. ეს იქნება ყოველთვის ასე. ერთადერთი რაც არის რომ მათ უქმნიან ყალბ იმედებს უცხოელები რომ მათი მხარდაჭერით მოიყვანენ ხელისუფლებაში ქართული ხალხის ნების წინააღმდეგ და ამასაც ვხედავთ კიდევ 2024 წლიდან მოყოლებული რომ ცდილობენ ქართული ხალხის ნების გადატეხვას გარედან იმისთვის რომ რაიმენაირად სააკაშვილი და მსგავსი ჯგუფები მოიყვანონ ხელისუფლებაში. თითეული ეს წვრილ-წვრილი ნაწარმონაქმნი არის დიდი ნაციონალური მოძრაობის ნაწილი, რომელთან დაკავშირებითაც როგორც ჩანს თავად შიდა დაპირისპირება აქვთ, ამიტომ თუ ესენი ასე დანაწევრებულები ივლიან, კიდევ ერთხელ დაადასტურებენ რომ მათ ნული აქვთ რეიტინგი. ამ ადამიანებს და ამ სახეებს საქართველოში პოლიტიკური წარმატების არანაირი შანსი არ აქვთ. ეს არიან ის ადამიანები, ვისთანაც ასოცირდება ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის მართლაც უკუსვლა, ხალხის ხოცვა ქუჩაში, გაუპატიურება პატიმრებისა ციხეში, ბიზნეს ქონების წართმევა, ოკუპანტისთვის ტერიტორიების გადაცემა, როგორ წარმოგიდგენიათ რომ ხალხმა რაიმე ფორმით წარმატებას მიაღწიონ პოლიტიკაში, თან იმ მოცემულობაში, როდესაც დღესაც უცხოეთში ეძებენ ხსნას. დაშლის პირას მყოფი ალიანსი, რომელიც ერთმანეთთან უწყვეტ დაპირისპირებაშია, პარალელურად დიდ აქციას აანონსებს. თუმცა, რას გეგმავს ყოფილი და მოქმედი ნაციონალებით დაკომპლექტებული გაერთიანება 26 მაისს, მაშინ როცა ყველა მათი მცდელობა კრახით დასრულდა, უცნობია. სოფლიო მედიის ყურადღება ახლა ჩინეთისკენ არის მიმართული, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული პროცესების გამო ორი თვით გადადებული უმაღლესი დონის ვიზიტი დაიწყო. დონალდ ტრამპი ჩინელ კოლეგას პირისპირ შეხვდა. ორი ქვეყნის პრეზიდენტების აუდიენცია 2 საათს გაგრძელდა. განიხილეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ, ვითარება ტაივანის გარშემო, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის შეწყვეტილი დავა ტარიფების შესახებ და სავაჭრო ურთიერთობები პეკინსა და ვაშინგტონს შორის. მხარეები ენერგო მატარებლების თავისუფალი გადაადგილებისთვის ჰორმუზის სრუტის ღია შენარჩუნებაზე და ირანის ბირთვული იარაღის არქონის საკითხზე შეთანხმდნენ. ამასთან გადაწყდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა გრძელვადიან სტაბილურობას დაეფუძნება. სოსო ელისაშვილი გიამბობთ. კონსტრუქციული, სტრატეგიული და სტაბილური ურთიერთობების დამყარება ამერიკასა და ჩინეთს შორის ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული საკითხები ორი ქვეყნის ურთიერთობები, მათ შორის ეკონომიკური კუთხით. სი ძინპინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა. მხარეები დახურულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ორივე ქვეყანა თანამშრომლობას, მათ შორის სამხედრო, ეკონომიკური, დიპლომატიური, ჯანდაცვის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, სამართალდამცავი ორგანოებისა და სხვა მიმართულებებით გააგრძელებენ. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყნების ლიდერების შეთანხმება ჩინეთსა და შტატებს შორის ურთიერთობების სტრატეგიულ მართვას მომდევნო 3 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს და ორივე ქვეყნის ხალხებისთვის სასარგებლო იქნება.
პრეზიდენტმა სი ძინპინმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი ერთგულია ჩინეთ-აშშ ურთიერთობების სტაბილური ჯანსაღად და მდგრადად განვითარებაზე. მე შევთანხმდი პრეზიდენტ ტრამპთან ჩინეთ-აშშ-ის შორის სტრატეგიული სტაბილურობის კონსტრუქციული ურთიერთობის დამყარების ახალ ხედვაზე. ეს უზრუნველყოფს ჩინეთ-აშშ-ის შორის ურთიერთობების სტრატეგიულ ხელმძღვანელობას მომდევნო 3 წლის განმავლობაში და შემდგომ პერიოდში და კარგად იქნება მიღებული ორივე ქვეყნის ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ. კონსტრუქციული სტრატეგიული სტაბილურობა ნიშნავს პოზიტიურ სტაბილურობას, სადაც თანამშრომლობა მთავარი საყრდენია ჯანსაღ სტაბილურობას კონკურენციასთან სათანადო ფარგლებში, მუდმივ სტაბილურობას მართვადი განსხვავებებით და ხანგრძლივ სტაბილურობას მოსალოდნელი მშვიდობით. ჩინეთის საგარეო უწყება ყურადღებას ტაივანის შესახებაც ამახვილებს მედიისთვის განკუთვნილ განცხადებაში განმარტავენ, რომ ტაივანის საკითხი სენსიტიურია, რამაც შესაძლოა ორი ქვეყნის ურთიერთობას საფრთხე შეუქმნას. პრეზიდენტმა სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტაივანის საკითხი ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. თუ მას სწორად მოვეპყრობით, ორმხრივი ურთიერთობები საერთო სტაბილურობით ისარგებლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორ ქვეყანას შორის შეტაკებები და კონფლიქტებიც კი იქნება, რაც მთელ ურთიერთობას დიდ საფრთხეში ჩააგდებს. ტაივანის დამოუკიდებლობა და სრუტის გასწვრივ მშვიდობა ისეთივე შეუთავსებელია, როგორც ცეცხლით და წყალი. ამერიკის შეერთებული შტატების მხარემ ტაივანის საკითხის გადაჭრისას საკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. შეთანხმებას დადებითად აფასებენ ამერიკაშიც შტატების ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მედია საშუალებებთან განმარტა, რომ ჰორმუზის სრუტე ენერგომატარებლების თავისუფალი ნაკადის მხარდასაჭერად ღიად არჩება, ასევე გაძლიერდება ეკონომიკური თანამშრომლობა. პრეზიდენტმა ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან კარგი შეხვედრა გამართა. მხარებმა განიხილეს ჩვენს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების გზები, მათ შორის ამერიკული ბიზნესებისთვის ჩინეთში ბაზარზე წვდომის გაფართოება და ჩვენს ინდუსტრიებში ჩინური ინვესტიციების გაზრდა. შეხვედრის ნაწილს შეერთებული შტატების მრავალი უმსხვილესი კომპანიის ლიდერი შეუერთდა. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ჰორმუზის სრუტე ღია უნდა დარჩეს ენერგიის თავისუფალი ნაკადის მხარდასაჭერად. პრეზიდენტმა სი ძინპინმა ასევე ნათლად გამოხატა ჩინეთის წინააღმდეგობა სრუტის მილიტარიზაციისა და მისი გამოყენებისთვის გადასახადის დაწესების ნებისმიერი მცდელობის მიმართ და გამოთქვა ინტერესი მეტი ამერიკული ნავთობის შეძენის მიმართ, რათა მომავალში ჩინეთის დამოკიდებულება სრუტეზე შემცირდეს. ორივე ქვეყანა შეთანხმდა, რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი. მოლაპარაკებების დაწყებამდე პრეზიდენტმა სი ძინპინმა პრეზიდენტ ტრამპის დახვედრის ცერემონია სახალხო დიდი დარბაზის წინ მდებარე მოედანზე გამართა, სადაც სამხედრო ორკესტრმა ჩინეთისა და შეერთებული შტატების ეროვნული ჰიმნები შეასრულა. დახურული შეხვედრის დაწყებამდე დონალდ ტრამპმა სი ძინპინს მეგობარი უწოდა და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ლიდერს შორის იდეალური ურთიერთობაა ჩამოყალიბებული და მათ ერთობლივად არაერთი საკითხის მოგვარება შეუძლიათ. არიან ისეთები, ვინც ამბობენ, რომ ეს შესაძლოა ყველა დროის ყველაზე დიდი სამიტი იყოს. მე მიყვარს ჩინეთი, თქვენ უდიდესი სამუშაო გასწიეთ და დიდი ლიდერი ხართ. ეს სიმართლეა. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო თქვენთან, დიდი პატივია ვიყო თქვენი მეგობარი. მე და თქვენ ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ. სინამდვილეში ჩვენი ურთიერთობა ამერიკისა და ჩინეთის ნებისმიერ წინა პრეზიდენტთა ურთიერთობაზე გრძელია. ჩვენ შესანიშნავად ვთანამშრომლობდით. სირთულეებისას ყოველთვის გამოსავალს პოულობდით, პირდაპირ ვურეკავდით ერთმანეთს. ბევრმა არ იცის, მაგრამ პრობლემა რომ წამოიჭრებოდა, ძალიან სწრაფად ვაგვარებდით და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ წინ ფანტასტიკური საერთო მომავალი გველოდება. დონალდ ტრამპის პატივსაცემად დახურული შეხვედრის შემდეგ სი ძინპინმა მას ბანკეტზე უმასპინძლა ქვეყნების ლიდერებმა განმარტეს, რომ ჩინეთისა და შტატების ურთიერთობით ორივე ქვეყნის მოსახლეობა არაერთ სიკეთეს მიიღებს. ტრამპმა ჩინელი კოლეგა ვაშინგტონშიც დაპატიჟა. ჩინეთსაც და შეერთებულ შტატებსაც თანამშრომლობით მოგება და დაპირისპირებით წაგება ელის. ჩვენი ორი ქვეყანა პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები. პრეზიდენტი ტრამპი და მე ასევე შევთანხმდით, რომ ავაშენოთ ჩინეთ-ამერიკის შეერთებული შტატების კონსტრუქციული ურთიერთობა სტრატეგიული სტაბილურობის საფუძველზე, რათა ხელი შეუწყოთ ჩინეთ-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების სტაბილურ, ჯანსაღ და მდგრად განვითარებას. სოფლიო განსაკუთრებულია, როდესაც ჩვენ ორნი ერთიანები ვართ და ერთად ვართ. ისევე როგორც ბევრ ჩინელს უყვარს კალათბურთი და ჯინსები, დღეს ამერიკაში არსებული ჩინური რესტორნები რაოდენობით აღემატება შეერთებული შტატების 5 უმსხვილეს ტრაფიკების ქსელს ერთად აღებულს. ჩვენს ქვეყნებს ბევრი საერთო აქვთ, მათ შორის ისეთი ღირებულებები, როგორებიცაა შრომის მოყვარეობა, სიმამაცე და მიღწევა. პრეზიდენტო სი, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით შესანიშნავი მიღებისთვის. დიდი პატივია გამოვაცხადო, რომ გიწევთ თქვენ და თქვენს მეუღლეს ქალბატონ პენს, ჩამოხვიდეთ ჩვენთან თეთრ სახლში 24 სექტემბერს. ჩვენ გელოდებით. 2017 წლის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩინეთში პირველად ჩავიდა. დონალდ ტრამპის თვითმფრინავი პეკინის აეროპორტში გუშინ ღამით
შტატების პრეზიდენტთან ერთად ჩინეთში სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ომის მდივანი პიტ ჰექსეტი და სავაჭრო წარმომადგენელი ჯეიმს გრირი, ასევე ტექნოლოგიური კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები ჩავიდნენ დელეგაციას. ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჩჩენი დახვდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის და მისი დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში 15 მაისს დასრულდება. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში 132 შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა წინა შეხვედრიდან დღემდე გამყოფ ხაზთან მომხდარი ინციდენტები განიხილეს, მათ შორის ქარალის მუნიციპალიტეტში უკანონო ბორდერიზაციის ფაქტი. შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლება. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამ დრომდე უკანონო პატიმრობაში 11 მოქალაქე რჩება. თავარ პუნქტებს წარმოადგენდა უკანონო პატიმრობაში ყოფი ყველა პირის გათავისუფლება და საკუთარ ოჯახებში დაბრუნება, ასევე ვისაუბრეთ უკანონო ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის პროცესზე, ასევე ვისაუბრეთ თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ შეზღუდვებზე. ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ დაისვა საკითხი, რომ ეგრეთ წოდებული გადასასვლელები ფუნქციონირებდნენ არადროის კონკრეტულ მონაკვეთში, გულისხმობ ეგრეთ წოდებულ 10 დღიან რეჟიმს, არამედ შეუფერხებლად. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იტალიაში შეხვედრა გაიმართა იტალიის სენატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომისიის პრეზიდენტთან. საუბარი შეეხო საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და შუადერეფნის პოტენციალის სრულად ათვისების პროცესში. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგი, მათ შორის თბილისსა და ბრიუსელს შორის არსებული პრობლემური საკითხები. იტალიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერა, აღინიშნა, რომ საქართველო იტალიისთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, რის გამოც იტალიური მხარე მზად არის ხელი შეუწყოს ქვეყანას საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიღწევაში. ქართული დელეგაცია შეხვდა ასევე საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს. შეხვედრაზე საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ჩვენ შევხვდით სენატის თავდაცვისა და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს და ასევე სენატში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს. ჰქონდა საუბარი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, ურთიერთგაცვლაზე ვიზიტებისა, ასევე შევეხეთ უსაფრთხოების საკითხებს, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და საქართველოს მნიშვნელოვან როლს, სატრანზიტო როლს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ქვეყანას. ამ მხრივ იტალიის ინტერესი არის განსაკუთრებული და ასევე დღის მეორე ნახევარში ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ იტალიის პარლამენტში გამართულ კონფერენციაში, რომელიც ორგანიზებულ დანაშაულს და კერძოდ ნარკოტიკებთან ბრძოლას ეხება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დავესრულოთ ეუთო საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც შეეხება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. ამ შემთხვევაში მთავარი საკითხი ეს გახლავთ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და რასაკვირველია ჩვენთვის უაღრესად საინტერესოა ერთი მხრივ გავეცნოთ იმ პრაქტიკას, რომელიც არსებობს სხვადასხვა სახელმწიფოებში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით და მეორე მხრივ ჩვენს კოლეგებს მივაწოდოთ ინფორმაცია იმ ხელშესახები პროგრესის და შედეგების შესახებ, რომელიც საქართველოში ფიქსირდება ნარკოტიკებთან ბრძოლის თვალსაზრისით და რასაკვირველია ამ თვალსაზრისით ჩვენ უნდა გამოვხოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა სამართალდამცავი ორგანოების ძალიან ეფექტიანი კოორდინირებული მუშაობა. ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი საბერძნეთში დასრულებულია. მარიამ ქრუიშულმა მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკის სამიტში, სადაც 270-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელმა ენერგეტიკის სფეროში არსებულ პროექტებზე იმსჯელეს. ღონისძიებაზე მინისტრი მოხსენებით წარსდგა, სადაც სექტორის მნიშვნელოვან მიმართულებებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე რეგიონული დაკავშირებადობის მიმართულებით. ათენში ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქრუიშვილი საბერძნეთის ენერგეტიკისა და გარემოს მინისტრსაც შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. დეტალები ჩვენ სიუჟეტში. ეკონომიკის მინისტრმა ათენში ვიზიტი ენერგეტიკის სამიტში მონაწილეობით დაიწყო. მარიამ ქრუიშვილი პანელურ დისკუსიაზე მოხსენებით გამოვიდა და საქართველოს ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელოვან მიმართულებებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობაზე. ღონისძიება საბერძნეთის დედაქალაქში გაიხსნა და მას 270-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო. დელეგატებს შორის იყვნენ მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ისრაელის პრეზიდენტი და სხვადასხვა ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
გამოსვლის ფარგლებში მე ასევე დეტალურად ვისაუბრე იმ სამოქმედო გეგმაზე და იმ დამატებით ინვესტიციების საჭიროებაზე, რასაც საქართველოს მთავრობა განახორციელებს ენერგეტიკის სექტორში მომდევნო წლების განმავლობაში, რაც გულისხმობს ქვესადგურების გადამცემი ხაზების, ისევე როგორც სხვა თამდევი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, რაც უმნიშვნელოვანესია სისტემის გაძლიერების თვალსაზრისით და დამატებითი სიმძლავრეების გენერაციაში შესვლის თვალსაზრისით. საქართველოს შავი ზღვის 1300 მეგავატიანი წყალქვეშა კაბელის უმნიშვნელოვანესი პროექტი დაიწყო, რომელიც ქვეყანას ევროპის ენერგეტიკულ ბაზართან დააკავშირებს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნის მთავარი ამოცანაა მომდევნო წლებში საქართველოს იყოს არა მხოლოდ თვითკმარი, არამედ კონდეს ელექტროენერგიის ექსპორტის დიდი შესაძლებლობაც. დიდი ყურადღება დავუთმე საექსპორტო პოტენციალის ზრდას და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან. ქონდა შესაძლებლობა საკმაოდ დეტალურად მესაუბრა უმნიშვნელოვანეს ქართულ ინიციატივაზე, რაც არის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი. თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ინიციატივა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ზოგადად ჩვენი რეგიონისთვის, ისევე როგორც ევროკავშირისთვის და გასული წლის ბოლოს მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან, როდესაც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს ქართულ პროექტს მიენიჭა ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აღნიშნული პროექტი იდენტურად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, მათი საჭიროებისთვის და საქართველოს განაგრძობს იყოს მათ შორის მხარდამჭერი ევროკავშირის ელექტროენერგეტიკული სექტორის გაძლიერების, როდესაც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელით უკვე საქართველოს ექნება შესაძლებლობა საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის პირდაპირი ექსპორტი განახორციელოს ევროპის ელექტროენერგეტიკულ ბირჟაზე. საბერძნეთში ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქრივიშვილმა შეხვედრა გამართა მასპინძელი ქვეყნის ენერგეტიკისა და გარემოს მინისტრთან. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ხაზგასმით ითქვა, რომ დღეს საქართველოს განსაკუთრებულ როლს ასრულებს რეგიონული დაკავშირებადობის მიმართულებით და არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა სწორედ ჩვენს ქვეყანაზე გადის. ამის დასტურია როგორც აზერბაიჯანის, თურქეთსა და ევროკავშირთან დამაკავშირებელი ენერგეტიკული პროექტები ისე ბაქოს უბსის მილსადენი, რომელიც შავი ზღვის გავლით ევროპას უკავშირდება. შეხვედრაში მარიამ ქრივიშვილთან ერთად საქართველოს ელჩი საბერძნეთში ლევან ბერიძეც მონაწილეობდა. განიხილეს არსებული გამოწვევები, სამომავლო გეგმები, განხილულ იქნა ასევე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული პროექტი, რომელიც გახლავთ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც საქართველოს აკავშირებს ევროპასთან და ევროპის ბაზრებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისათვის. მინისტრს შესაძლებლობა ჰქონდა გაეცნო დამსწრე საზოგადოებისთვის ის პრიორიტეტები, რომელიც საქართველოსთვის დღეს აქტუალური არის, მაგრამ ამის გარდა ჩვენს კოლეგებთან გქონდა საუბარი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე ეკონომიკური მიმართულებით. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს როლზე რეგიონში და ევროპასთან ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით ახალი პროექტების მნიშვნელობაზე. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს მსხვილი რეგიონული მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის და მწვანე ენერგიის დერეფნის მნიშვნელოვანი საკითხები. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს, საქართველოს მდიდარი ჰიდრორესურსებისა და სხვა განახლებადი წყაროების მაქსიმალურ ათვისებას, რაც ქვეყანას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის უცხოელი ინვესტორებისთვის. ენერგოსისტემის გაძლიერება და განახლებადი ენერგიის განვითარება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და 6 კერძო კომპანიას შორის მემორანდუმი გაფორმდა, შეთანხმება ქვესადგური ურბნისის ერთობლივ პროექტირებასა და მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში 220 კილოვატიანი ქვესადგური 2027 წლის დეკემბრამდე აშენდება, რომელიც ქარის მზისა და ჰიდროელექტროსადგურებიდან მიღებული ენერგიის გადამცემ ქსელში ჩართვას უზრუნველყოფს. შეთანხმების მიხედვით კერძო კომპანიები ტექნიკური აღჭურვილობის შეძენას საკუთარი ხარჯებით განახორციელებენ, ხოლო საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა სამშენებლო და პროექტირების სამუშაოებს უხელმძღვანელებს. პარტნიორობის შედეგად კომპანია დაახლოებით 20 მილიონ ლარს დასოკავს. დეტალებით მარიამ ნებიერიძე. ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოში ახალი სტრატეგიული ობიექტის მშენებლობა იწყება. პროექტი 220 კილოვოლტიანი ქვესადგურ ურბნისის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელმაც ქარის მზისა და ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის საერთო ენერგოსისტემაში ინტეგრაცია უნდა უზრუნველყოს. საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის გენერალურმა დირექტორმა და 6 კერძო ენერგეტიკული კომპანიის წარმომადგენელმა
ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ხელი უკვე მოაწერეს. შეთანხმების მიხედვით კერძო სექტორი საკუთარი დაფინანსებით უზრუნველყოფს საჭირო ტექნიკური მოწყობილობების შეძენასა და მიწოდებას, ხოლო საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ქვესადგურის პროექტირებას, სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოებს განახორციელებს. ურბნისის ქვესადგური არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვესადგური გენერაციის წყაროების დასაერთებლად და ვფიქრობთ, რომ მსგავსი პრაქტიკა ცალსახად დასანერგია, სადაც ორივე მხარე გამოხატავს კმაყოფილებას და მზაობას. კერძო და საჯარო თანამშრომლობის ახალი მოდელის ჩამოყალიბება ენერგეტიკული პროექტის სწრაფ და ეფექტიან განხორციელებას, პროცესის გამჭვირვალობასა და ეკონომიკის გაძლიერებას უკავშირდება. ბიზნეს სექტორის შეფასებით, თანამშრომლობა ორივე მხარისთვის ურთიერთსასარგებლო შედეგზეა ორიენტირებული და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების უფრო მოქნილ გარემოს ქმნის. ყველაზე მნიშვნელოვანი დარგი საქართველოში ეკონომიკა რო კიდევ უფრო მეტად განვითარდეს არის ენერგეტიკა და მე მგონი ამაზეც კონსენსუსი არსებობს. გამჭვირვალე ურთიერთობები ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ორივე მხარისთვის მომგებიანია და ამით ზოგადად ქვეყანა იგებს და მე მივესალმები იმ ურთიერთობებს, რაც არსებობს დღეს. ურბნისის ქვესადგურის ერთობლივად მშენებლობის შეთანხმება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა და მრჩეველთა საბჭოს ნაყოფიერი მუშაობის შედეგია. თანამშრომლობის შედეგად სახელმწიფო ელექტროსისტემა 20 მილიონამდე ლარს დაზოგავს. ჭიანურდებოდა აღნიშნული ქვესადგურის მშენებლობა და ექსპლუატაციაში შესვლა, როგორც სხვა დეველოპერებმა, ასევე ჩვენც მზაობა და სურვილი გამოვთქვით. მნიშვნელოვანი წვლილი შეგვეტანა ქვესადგურის მშენებლობაში. ბიზნესის ჩართულობით რეალისტური არის ის ვადები, რომელი ვადებით დღესდღეობით წარმოდგენილი არის. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მე ვფიქრობ არის ის გამჭვირვალეობა ჩვენ რაც მივიღეთ. ეს აძლევს ბიზნესს საშუალებას, რომ სწორედ დაგეგმოს თავისი პროექტები, სწორედ დაგეგმოს თავისი მომავალი. დღეს ენერგეტიკის სექტორში არ არსებობს კომპანია და ორგანიზაცია, რომელმაც შეიძლება თქვას, რომ რაღაცა არ იცის და ეს რაღაცა არის ზედმიწევნი დეტალებში გაწერილი თითოეული საკითხი, თითოეული პასუხი. ქვესადგურ ურბნისის მშენებლობის დასრულების ვადად 2027 წლის დეკემბერი განისაზღვრა. 17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. საპატრიარქოს ინფორმაციით წირვას დაესწრებიან მისი უწმინდესობის აღსაყდრებასთან დაკავშირებით საგანგებოდ ჩამოსული სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაციები და სტუმრები, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო და სამონაზვნო დასი. პარალელურად დილის 11 საათზე ქაშვეთის წმინდა დიდი მოწამე გიორგის სახელობის ტაძრიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე გაიმართება ტრადიციული მსვლელობა სამების ტაძარში ლოცვითი მსვლელობიდან მისულ მრევლს კი კათოლიკოს პატრიარქი დაუწევს. 4 წელი პარტია ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებიდან საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მესამე ეროვნული კონფერენცია გაიმართა. დელეგატებმა ორგანიზაციის საქმიანობა შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. დაამტკიცეს გამგეობის განახლებული შემადგენლობა და ახალი თავმჯდომარე. ნინო წილოსანი ქალთა ორგანიზაციას მესამე ვადით უხელმძღვანელებს. კონფერენცია 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. მიზანი პარტიულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების როლის გაძლიერებაა. ქალთა ორგანიზაცია დღეისთვის დაახლოებით 6000-მდე მხარდამჭერს აერთიანებს. თეკლა ბესტაუშვილი გიამბობთ. ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის დაარსებიდან 4 წლის იუბილესთან დაკავშირებით დღეს ორგანიზაციის რიგით მესამე ეროვნული კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გააერთიანა ქვეყნის მასშტაბით ქალთა გაძლიერებისა და საზოგადოებრივი განვითარების იდეის ირგვლივ შეკრებილი გუნდი. კონფერენციის ფარგლებში დელეგატებმა ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა შეაჯამეს, იმსჯელეს სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე, ასევე აირჩიეს ორგანიზაციის გამგეობის, საქალაქო და რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები. დელეგატების გადაწყვეტილებით ქალთა ორგანიზაციას მესამე ვადით ნინო წილოსანი უხელმძღვანელებს. მმართველი პარტიის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა თითოეულ წევრს ერთგული საქმიანობის, აქტიური ჩართულობისა და ქალთა საჭიროებებზე მიმართული უწყვეტი მუშაობისთვის.
დიდი პატივია ჩემთვის, რომ მესამე დამირჩიეს ამ ორგანიზაციის თავმჯდომარედ. ჩვენ გამგეობაშიც გვაქვს განახლება, რიგი წევრები, რომლებიც შემოგვიერთდნენ, მინდა მათ წარმატება უსურვა. ჩვენი გამგეობა შედგება როგორც დეპუტატი ქალებისგან, ასევე მინისტრი, რეგიონული წარმომადგენლები, ყავს წარმომადგენლობა, რომელიც აფხაზეთს და ცხინვალს წარმოადგენს, ასევე თბილისის საკრებულოს. ეს არის საკმაოდ მასშტაბური ქალთა გაერთიანება, რომელიც თითქმის ყველა წარმოადგენელს გულისხმობს თავის თავში. დღევანდელ კონფერენციაზე ჩვენ შევაჯამეთ გასული 2 წელი, რადგან ჩვენი რეგლამენტის მიხედვით სწორედ ჩვენი საქმიანობის ანგარიშის ჩაბარებაც უნდა მომხდარიყო. ქალთა ორგანიზაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქალთა მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე ორიენტირებულ ინიციატივებს ანიჭებს. ორგანიზაციის წევრი ქალების ჩართულობით არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა ხორციელდება, რომელიც ქალთა უფლებების დაცვას, უსაფრთხო გარემოს შექმნასა და მათი შესაძლებლობების გაფართოებას ემსახურება. მივჭელეთ განხორციელებულ პროგრამებზე, რომელიც მიმართული იყო ქალთა ძალადობის წინააღმდეგ, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობაზე, იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტმა ქალმა შეძლოს სკრინინგ პროგრამებით სარგებლობა, ასევე მათი ეკონომიკური გაძლიერება, სტარტაპ პროგრამების დაწყება, რაც მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის. მნიშვნელოვანი არის ქალთა ჩართულობა იმისათვის, რომ ქვეყანას ჰქონდეს სრულყოფილი სოციო-ეკონომიკური პოლიტიკა. დღეს ყავს უფრო მეტი ქალები ჩართულები როგორც პოლიტიკაში, საკრებულოებში, ასევე მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღებ პოზიციებზე. სივრცე, სადაც ქალები ერთად სხვადასხვა საკითხს განიხილავენ, უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას, იღებენ მხარდაჭერას და ერთობლივად მუშაობენ პიროვნული, სოციალური თუ პროფესიული განვითარებისთვის. ორგანიზაცია ქვეყნის მასშტაბით 6000-ზე მეტ ქალს აერთიანებს. ქალთა ორგანიზაცია იყო აუცილებლობა, დღევანდელი გადმოსახედით და განსაკუთრებით კი ვგრძნობთ მის მნიშვნელობას, მის აუცილებლობას, იმიტომ რომ ეს არის სივრცე, სადაც ქალები ერთად ვიკრიბებით, ერთად ვიხილავთ თუნდაც პრობლემებს, ხვდებით ძალიან ბევრ ქალბატონს, ხვდებით ისეთ ქალბატონებსაც, ვისაც აქვს საჭიროება, რომ მას გვერდით დაუდგეთ და პრობლემების მოგვარებაში დავეხმაროთ. ქალთა ორგანიზაციის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია ბოლო წლებში სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, პრაქტიკულად ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელებული სხვადასხვა ტიპის აქტივობები, როგორიცაა მაგალითად სკრინინგის აქციები, ძალადობის წინააღმდეგ კამპანიები, საინფორმაციო კამპანიები, რომლებიც ითვალისწინებს ქალების არამხოლოდ გაძლიერებას, არამედ მათი ცნობიერების ამაღლებას. 4 წლის წინ დაფუძნებული ქალთა ორგანიზაცია დღეს ქალთა გაძლიერებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელოვან სივრცედ რჩება. 28700 საათით საში 45 წლიანი საავიაციო კარიერა და გამოსამშვიდობებელი ფრენა. Georgian Airways-ის ხომალდის მეთაურმა მიხეილ ჩანადირმა საავიაციო კარიერა დაასრულა. წლების განმავლობაში ის ავიაკომპანიის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მაღალკვალიფიციურ პილოტად მიიჩნეოდა. ბოლო რეისის შემდეგ ტრაპთან მას ოჯახის წევრები, კოლეგები და კომპანიის ხელმძღვანელები დახვდნენ. ავიაციის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიხეილ ჩანადირს საპატიო სიგელი საქართველოს დამსახურებული მფრინავი გადაეცა. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პილოტის გზას დღეს მისი შვილი აგრძელებს. დეტალებს მარიამ რატიანი გიამბობთ. ფინალ ორთის ფინავი სიკილად. ემოციები, აპლოდისმენტები და დამსახურებული აღიარება. ასეთი იყო მიხეილ ჩანადირის ბოლო დღე ხომალდის მეთაურის რანგში. თითქმის 9 საუკუნოვანი კარიერის შემდეგ Georgian Airways-ის კაპიტანმა გამოსამშვიდობებელი ფრენა შეასრულა. ტრაპთან მას ოჯახის წევრები, ეკიპაჟი და კომპანიის წარმომადგენლები აპლოდისმენტებით შეეგებნენ და საპატიო გაცილება მოუწყვეს. Georgian Airways-მა თავის ერთ-ერთ გამორჩეულ წევრს საპატიო სიგელიც გადასცა. ძალიან დიდი სიხარული არის. რაღაც გამიკეთებია 45 წლის განმავლობაში ავიაციაში. დიდი მადლობელი ვარ ჩვენი კომპანიის, რომ ასეთი კოლექტივი ჩამოაყალიბა და ასე პროფესიონალებით შეივსო ჩვენი გუნდი. და რომ უპროსები მიდიან, უცხოები რჩევიან და აგრძელებენ პროფესიონალ სამსახურს, რასაც ქვიან პრინა. გზის გამგრძელებელ უმცროსთა რიგებში თავად მიხეილ ჩანადირიშვილიცაა. ნიკოლოზ ჩანადირი დღეს საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა ხომალდის მეთაურია. სამოქალაქო ავიაციას მათი ოჯახის უკვე მესამე თაობა ემსახურება. მე მამა მყავდა ფინავი და ესიპო ჩემი ნატრო გამხდარიყავი ფინავი და როცა მოვიდა ის პერიოდი დამსვლა შემიკითხა შენ მართლა გინდა ფინაობა თუ იმიტომ რომ მამა ყავს ფინა. ასკარი არა მართლა მინდა თუ მართლა გინდა მას შენ გამოვა ფინაობა. ეს ქართული ავიაციისთვის დიდი დღე არის. ლეგენდა გვტოვებს მამა ჩემი მიხეილ ჩანადირი.
მე მის შვილი ვარ ნიკოლოზ ჩანადირი, ვაგრძელებ დღეს ქართულ ავიაციაში მოღვაწეობას და ოჯახური ტრადიცია გრძელდება. მიხეილ ჩანადირის 45 წლიანი კარიერა არაერთ რთულ და საპასუხისმგებლო მომენტს მოიცავს. საქართველოს უახლესი ისტორიის არც ერთ მძიმე მომენტში მას საქმიანობა არ შეუწყვიტავს. თუმცა კარიერის დასასრულს ცაში გატარებული 28700 საათის გახსენებისას თავარი ემოცია მაინც საკუთარი საქმის განსაკუთრებული სიყვარულია. მე არ შემიძლია ვთქვა რომ რაღაც ან ცუდი იყო, ან რაღაც ყველა ცუდი და ყველა საათი და წელი და თქვენ ჩემთვის იყო აი დიდი სიამოვნება და დიდი სიხარული. ერთხელ თუ შემოხვედი ამ პროფესიაში, გასვლა არის ძალიან ძნელი. გამომშვიდობება უჭირს, ამიტომ ავიაციიდან ბოლომდე არ მიდის. მიხეილ ჩანადირი კვლავ Georgian Airways-ის რიგებში რჩება და მისი მთავარი საქმიანობა ახლა უკვე მომავალი თაობებისთვის საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება იქნება. ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების 2026 წლის სეზონის პირველი ღონისძიება შეხვედრის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებასა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ფარგლებში ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ 30-ზე მეტ კატეგორიაში, რომელიც ინდუსტრიის მრავალფეროვან მიმართულებებს მოიცავს. ვორქშოპების და პროფესიული შეხვედრების წელს უკვე გაფართოებული ღონისძიება, რომელიც რამდენიმე სერიით იქნება წარმოდგენილი. ჩვენ რა თქმა უნდა ამ პროექტის მხარდაჭერები წელსაც ვართ. უნდა აღინიშნოს, რომ კერძო სექტორიდან წამოსული მსგავსი ინიციატივები ყოველთვის მხარდაჭერილი არის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ. და ვფიქრობ, ეს ღონისძიება გადაიქცევა პლატფორმად, სადაც კერძო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის საერთაშორისო სპიკერები უკვე წელს ეწევიან წლის განმავლობაში დაგეგმულ ღონისძიებებს, აბსოლუტურად სხვა დონეზე გადაიყვანს ეს არის შესაძლებლობა ყველა კომპანიისთვის წარმოაჩინოს საკუთარი ბრენდი, წარმოაჩინოს საკუთარი კომპანია და წარმოჩენენ ის ბიზნეს ლიდერები, რომლებიც ამ კომპანიას წლების განმავლობაში ქმნიდნენ იმ ღირებულებას ზოგადად, რაც ქართული ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა იმ კომპანიისთვის, რომელიც მონაწილეობს, ეს არის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გადახედონ საკუთარ ბიზნეს ოპერაციებს, გადახედონ მისიას, რომელსაც ისინი მიყვებიან და რაღაცნაირად დაინახონ კარგად ახალ რეალობაში რამდენად სწორი გზა არის თუ საჭიროა მოახდინო კორექტირება მათი ბიზნეს თქვა საქმიანობის განვითარების. ეს ჩვენთან ერთად არის ქვეყნის ყველა მნიშვნელოვანი ტურიზმისა და ჰოსპიტალიტის მნიშვნელოვანი და გამორჩეული ლიდერი და მოთამაშე. ღონისძიებების ციკლი გრძელდება უკვე რეგიონალურად, ხვალ მივემართებით ქალაქ თელავში, სადაც მოვიცავთ კახეთის სრულ რეგიონს. ამის შემდეგ უკვე მივემგზავრებით ქალაქ ბათუმში, სადაც აჭარის ბიზნეს შევხვდებით და მათაც წარუდგენთ ჩვენს პროგრამას და ბოლოს უკვე ფინალური სერია გვექნება სექტემბრის ბოლოს, სადაც 1000-ზე მეტი ლიდერი შეიკრიბება ტურიზმის ინდუსტრიიდან და უკვე გამოვარჩევთ 30-ზე მეტ გამარჯვებულ სხვადასხვა ნომინაციაში. ქართული კულტურა და კლასიკური მუსიკა ლათინურ ამერიკაში, საქართველოს სიმფონიეტას ისტორიული ტურნე ბრაზილიაში წარმატებით დასრულდა, ორკესტრმა კონცერტები ორ დიდ ქალაქში გამართა. საღამოზე შესრულდა როგორც ქართული, ისე ბრაზილიური მუსიკალური ნაწარმოებები. საქართველოს სიმფონიეტა საგასტროლო ტურნეს არგენტინაში გააგრძელებს. პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. დეტალებს ლევან წუწუნავაგი ამბობთ. საქართველოს სიმფონიეტას ისტორიული ვიზიტი ბრაზილიის რესპუბლიკაში წარმატებით დასრულდა. ტურნეს პირველ დღეს რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ ცენტრალურ დარბაზში სალა სესილია მეირელესში ორ ქვეყანას შორის კულტურული დიალოგის მნიშვნელობის ხაზგასასმელად შესრულდა როგორც ქართული, ისე ბრაზილიური მუსიკა. კონცერტს ბრაზილიელი მაესტრო რაფაელ ბაროს კასტრო დირიჟორობდა. არ ველოდი, რომ ასეთი საინტერესო საღამო გამოვიდა. ძალიან მომეწონა ქართული მუსიკა, დავინტერესდი ამ ქვეყნით და მისი კულტურით. ძალიან თავისუფლები ვიყავით, ძალიან კარგი მსმენელი იყო, ესეთი მსმენელი ხშირი არ არის. რო ვუყურებდი, აქეთ გვაძლევდნენ ენერგეტიკას და ეს დირიჟორიც ეტყობა, რომ აი ამ ხალხის მუსიკოსია. ტურნეს ფარგლებში მეორე კონცერტი წარმატებით ჩატარდა ქვეყნის დედაქალაქშიც. მაესტრო რაფაელ ბაროს კასტროს დირიჟორობით შესრულებულმა ქართულმა და ბრაზილიულმა ნაწარმოებებმა კულტურული კავშირების მნიშვნელობა და ქართული საშემსრულებლო სკოლის უმაღლესი დონე კიდევ ერთხელ დაადასტურა. საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში გამართულ საღამოს საქართველოს ელჩი ბრაზილიაში და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საღამომ ადგილობრივი მსმენელის განსაკუთრებული აღფრთოვანება დაიმსახურა.
ჩემთვის და აუდიტორიისთვის დიდი პატივი იყო საქართველოს სიმფონიეტას მასპინძლობა ბრაზილიელმა ხალხმა. ისინი დიდი სიყვარულით მიიღო. ეს იყო არაჩვეულებრივი და უვიწყარი საღამო, რომელიც სამუდამოდ დაგვამახსოვრდება. ფიქრობ, ბრაზილიურ და ქართულ მუსიკას შორის ბევრი საერთოა. ორივე ძალიან ოპტიმისტურია. ამ საღამომ მართლაც ძალიან გამებედნიერა. ბრაზილიაში ვცხოვრობ თითქმის 4 წელია და ესეთი შესაძლებლობა ჯერ არ მქონია, რომ მომესმინა ქართული ორკესტრისთვის, რაც დღეს მოხდა, ძალიან მომეწონა. სწორედ ამ ტიპის ღონისძიებები გვაძლევს საშუალებას საელჩოებს, რომლებიც აკრედიტებულები ვართ სხვადასხვა ქვეყნებში, გამოვნახოთ ის საერთაშორისო ენა, რათა კიდევ უფრო ცნობადი გავხადოთ ჩვენი ქვეყანა, გავამყაროთ ჩვენი კავშირები. ბრაზილიის რესპუბლიკაში საქართველოს სიმფონიეტას ყველა გამოსვლა უდიდესი წარმატებით დასრულდა. ქართულმა კამერულმა ორკესტრმა საერთაშორისო პუბლიკის წინაშე ქართული კულტურა ღირსეულად წარადგინა. ძალიან თბილი და მუსიკალური პუბლიკა გვყავდა. როგორც ჩანს, ბრაზილიის რესპუბლიკას ახასიათებს ეს ძალიან უბრალო სიმღერა უყვართ, ცეკვა უყვართ, თავიანთი სტილი აქვთ მუსიკის და ძალიან მოწონს, ჩვენ ძალიან მოგწონს. საქართველოს სიმფონიეტა საგასტროლო ტურნეს შემდეგი ეტაპისთვის აქტიურად ემზადება. ორკესტრი არგენტინის რესპუბლიკაში მიემგზავრება, სადაც სამხრეთ ამერიკული ტურნეს ფარგლებში მორიგ კონცერტებს გამართავს. ეს ხო პოსტების საინფორმაციო გამოშვება 7 საათზე, მოხვალამდე გემშვიდობით, ნახვამდის.